როგორ შეძლო ერთმა ოჯახმა 16 ბავშვის წლების განმავლობაში საზოგადოებისგან დამალვა? სწორედ ამ კითხვაზე პასუხს ახლა ამერიკელი გამომძიებლები ეძებენ, თუმცა ის, რაც ოჰაიო შტატის პატარა დასახლებაში აღმოაჩინეს, უკვე ერთ-ერთ ყველაზე შოკის მომგვრელ დანაშაულად სახელდება, რომელიც ბოლო წლებში ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოხდა. ოჰაიო შტატში სამართალდამცავებმა დანგრეული სახლიდან 16 ბავშვი გადაარჩინეს, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით ბოლო 4 წლის განმავლობაში უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ. ხელისუფლების ინფორმაციით, ბავშვები ერთი ოჯახის წევრები არიან. სახლში 18 თვიდან 18 წლამდე ასაკის 16 ბავშვი ცხოვრობდა. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი სავსე იყო ადამიანის ფეკალიებით, ნაგვითა და სიცოცხლისთვის საშიში ანტისანიტარიით. რამდენიმე ბავშვს განვითარების მძიმე შეფერხება ჰქონდა, ზოგი საერთოდ ვერ ლაპარაკობდა, ხოლო ყველაზე უფროსმა 18 წლის გოგონამ საკუთარი სახელის დაწერაც კი ვერ შეძლო. დაკავებულია 4 ზრდასრული ბავშვის დედა, მამა, ბებია და ბაბუა. მათ წარდგენილი აქვთ ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების არაერთი ბრალდება. გამოძიება გრძელდება და შესაძლოა დამატებითი ბრალდებებიც დაემატოთ. ჯერჯერობით სუსტდება 16-ვე ცოლ-ქმრის ბიოლოგიური შვილია თუ არა და სოციალურ ქსელში იმაზეც საუბრობენ, რომ ბავშვების დედაც შესაძლოა მსხვერპლი იყოს, თუმცა ეს ჯერჯერობით ვერსიებია. ამ ეტაპზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ყველა დეტალი ცნობილი არ არის. ოჯახი წლების განმავლობაში სხვადასხვა ოლქში გადადიოდა საცხოვრებლად. ბავშვები სკოლაში არასდროს დაურეგისტრირებიათ, არც მასწავლებლებს და არც სოციალურ სამსახურის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ მათთან შეხება, თითქმის არ ჰქონდათ კონტაქტი ექიმებთან და სახელმწიფო უწყებებთან. ამ დროისთვის ოჰაიოში გადარჩენილი 16-ვე ბავშვი სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ იმყოფება. მათ სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას უწევენ. მსგავსი შემთხვევები ამერიკაში ადრეც მომხდარა. 2018 წელს კალიფორნიაში ტურპინების ოჯახის 13 ბავშვი მრავალწლიანი ტყვეობიდან დაიხსნეს.